საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 31 იანვარს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის მიცვალების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დეკანოზმა პეტრე ბარამინძემ აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა შეკრებილი მრევლი დალოცა და წმინდა მეფის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისტორიული კვლევების თანახმად, სწორედ ამ ადგილას მდებარე ბაზილიკაში წმინდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა ჯვარი დაიწერა. დღევანდელი დღე საეკლესიო კალაპოტში არც თუ დიდი ხნის წინ არის შემოსული, ადრე ჩვენ ამ დღეს არ ვიხსენიებდით. ეს დღე იწოდება როგორც მეფე თამარის გარდაცვალების დღე. ნაჭარმაგებში ყოფნისას გახდა ცუდად, იქნა გადმოყვანილი მეფე აგართა ციხეში, ეს დღევანდელი გაგებით რომ მიხვდეთ, რაც ესე კოჯრის ციხესიმაგრე რომ არის, ეს არის. იქ იყო გადმოყვანილი და იქ ულიდან, მაგრამ მოხდა ისე რომ გარდაიცვალა. რაც შეეხება თვითონ დიდუბისადმი ინტერესის გარჩენას და დიდუბის დიდუბობას, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდუბის აი ამ პატარა ხატთან, დიდუბის ღვთისმშობლის ხატის სახელით ცნობილთან, რომელიც მე-6 საუკუნეში იქნა მოძიებული გამოცხადებით და მის მერე ეს ხატი სასწაულთ მოქმედებს და დიდუბის სივრცე იმითია მოწონებული და საყვარელი და მოსაკითხი თბილისელებისთვის, განსაკუთრებით იქიდან ისინი ფეხშველები მოდიოდნენ, რომ იყო დიდუბის ღვთისმშობლის წყალშემწე და დამხმარე ხატი. აი ამ ხატთანაც გარდამოცემით თამარის მშობლებს უწევთ ვედრება. ერთ-ერთი გარდამოცემა ასეთი არის. დიდხანს არ ყავდათ შვილი. და ღვთისმოწყალებით, ღვთისმშობლის შუამდგომლობით შეეძინებათ თამარი. და თამარის დაბადებით გამოწვეული სიხარული და მადლიერების გრძნობა მეფე გიორგი მესამემ, მამამ თამარისამ, გამოხატა იმით, რომ აშენდა აქ ეკლესია. 97 წელს დიდუბის ტაძარს ხატავენ. მონაწილეობას იღებდა ჩვენი პატრიარქი ილია და ამ ტაძარში აისახება იმ ეპოქის არაერთი საკითხი. ფრესკა, რომელიც ფანჯარასთან არის, აქეთ კათოლიკოსია გამოსახული და იქით მეფე თამარი, აი ეს ფრესკა გახლავთ პატრიარქის ნამუშევარი. მეფე გიორგი მესამის ქალიშვილი ტახტზე 12 წლის ასაკში ავიდა და 5 წლის განმავლობაში მამის თანამოსაყდრე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად შეუდგა. მან გამეფებისთანავე საეკლესიო კრება მოიწვია. წმინდანმა მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა და მათ ნაცვლად საღმრთონი კაცნი დაადგინა. წარუმატებლად დამთავრდა წმინდა თამარის წინააღმდეგ აჯანყებული ყუთლუ არსლანისა და მისი დასის მცდელობა მეფე გაეკონტროლებინათ. წმინდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა თავისი დიპლომატიისა და გონიერების წყალობით მალე უდიდესი ავტორიტეტი და სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერა მოიპოვა. 1195 წელს საქართველოს წინააღმდეგ ათაბაგ აბუბაქარის სარდლობით თურქებმა გაილაშქრეს. ბრძოლაში წასვლამდე წმინდა მეფემ დალოცა ლაშქარი, თვითონ კი ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში და ქართველების გამარჯვება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრა. წმინდა მეფე თამარის მმართველობის პერიოდში საქართველო იყო უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც ანგარის ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი უწევდა. ქართველთა ლაშქრის ერთ-ერთი დიდი წარმატება ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება იყო. ამ დროსაც წმინდა მეფემ ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ლაშქარი და ქალაქის კარამდე ფეხშიშველი წარუძღვა მეომრებს. წმინდა თამარი მუდმივად ლოცულობდა და მარხულობდა. მისი მმართველობის დროს ფიტარეთი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ქვათახევი, ბეთანია და არაერთი ეკლესია მონასტერი აშენდა. წმინდანი ყურადღებას აქცევდა და პატრონობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართულ სავანეებსაც. დღემდე უცნობია თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო წმინდანის საძვალედ გელად ასახელებს, ზოგიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ქართველი ერისთვის მაშინაც და შემდეგაც თამარის სახელი იმიტომ იყო სატაყვანებელი, რომ ზესთა ბუნებრივი ძალით მასში იყო გაერთიანებული სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო ყოვლად მოწყალე განურისხებელი გული. ასე შეაფასა ივანე ჯავახიშვილმა წმინდა მეფის ღვაწლი. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში 3 ჯერ, ყოველ 14 მაისს, აღდგომიდან მესამე კვირას მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს და 31 იანვარს აღნიშნავს.